და დალაქიშვილების საქმეზე ხელახლა, ოღონდ ამჯერად მოწმის სტატუსის დაკითხვა. ხედავენ ზურაბ დალაქიშვილში მოსალოდნენ საშიშროებას იმისას, რომ შეიძლება ზურაბ დალაქიშვილმა ეფრემიე დღეს აფეთქეს და თქვა სიმართლე. ფაქტურად ის დარბაზიდანაც არ გამოუშვიათ ამ შემთხვევაში, მასთან შედის გამოუძიებელი და მას უკვე ამ საქმის ირგვლივ კითხავს მოწმის სახით. მოწმის სახით კითხავს და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მოწმისთვის და დაზარალებულისთვის ჩვენების გადათქმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამ შემთხვევაში რას აკეთებენ? აკეთებენ იმას, რომ ზურაბ დალაქიშვილს ემუქრებიან, შენ თუ ჩვენებას შეცვლი, შენ გემუქრება ასევე პატიმრობა. განზრახვა ამ შემთხვევაში გამოძიების ჩემთვის არის თავსახა და აშკარა. ეს არის განზრახვა, რომ თუ კი გადათქვამს ჩვენებას, მაშინ ეს დაიჭირონ ჩვენების გადათქმისთვის. ეგრე უბრალოდ კაფიოდ იკვეთება ამ შემთხვევაში გამოძიების განზრახვა, რაც შემდგომში აღასრულებს კიდევაც. ზურაბ დალაქიშვილის ჩვენება მნიშვნელოვანი იყო პროკურორის ვერსიის გასამყარებლად. ამ ჩვენების გადათქმა ყაჩაღობის საქმეზე სოსოს და ზაზასთვის წაყენებულ ბრალს დაასუსტებდა. გარდა იმისა, რომ მათ ეჭვი ჰქონდათ როგორც შემდგომ საქმედან ირკვევა იმისა, რომ მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაულების საუბარია ყაჩაღური თავდასხმა და შემდეგ გასასმო მკვლელობა, სხვა ფაქტი მათ არ ჰქონდათ. და ამისათვის მათ ხელთ აძლევდათ პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ, თავისი ჩვენებით გაამყარებდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და უბრალოდ ზურგს გაუმართლებდა ბრალდებას. ციხიდან გათავისუფლებულმა ზურაბ დალაქიშვილმა მეორე დღესვე გამოარკვია, რომ ისიდორეს არანაირი დანაშაული არ უღიარებია. ხოლო ზაზას მშობლებისგან შეიტყო, რომ მას ზემოქმედების ქვეშ დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, რომელიც მალევე გადათქვა. ამის შემდეგ მან საპროცესო გარიგება გაასაჩივრა. მე მგონი არ ყოფილა, მე აი დავინტერესდი და ვერსად ვერ გავიგე, რომ ვინმე პიროვნებას საპროცესო შეთანხმება გაესაჩივრებინოს. მან ეს გააკეთა. ზურაბ დალაქიშვილმა ფაქტიურად გარეთ გამოსულმა გააღო ციხის კარები და თვითონ შევიდა ციხეში. ლევან სამუშიემეც ურჩია, მოდი თავი შეიკავე სააპელაციო და ვინტერ ციხეში გაგიშვებენ. მე ციხეში ყოფნა მეჩენია, ვიდრე ის სიდისის ქეჯნამ მაწუხებდა წელი ცხოვრება. თავისი პატრიოტული ვაჟკაცური იმითი წავიდა ენაში. მაგაში ვერც მე ჩავერევოდი, ვერც შემეუღლე და არც მე არ მიდოდა ამასეთ შვილი ისეთი იმით ყოფილიყო გარეთ, რომ მაგის ჩვენებით ვიღაცის ოჯახი გამწარებული. 17 ნოემბერს ზურაბ დალაქიშვილმა სააპელაციო საჩივარი დაწერა და საპროცესო გარიგების ბაცილად ცნობა მოითხოვა. გასაჩივრების მიზეზი კი ასე ახსნა. პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან ჩემს მიმართ ხდებოდა ენით აუწერელი ფსიქოლოგიური ზეწოლა, შეშინება. ისინი მაიძულებდნენ, რომ თავისუფლების, ანუ საპროცესო გარიგების სანაცვლოდ მიმეცა მათთვის საჭირო ჩვენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მემუქრებოდნენ 9 წლიანი პატიმრობით. იმავე დღეს ის ყაჩაღობის საქმეზე დამატებით დაიკითხა. ზურაბ დალაქიშვილმა მისივე თქმით სიმართლე აღიარა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მკვლელობის ღამეს. მე ლაშა და ზაზა წავედით ზაზასთან. ჩვენ დავჯექით ზაზას სახლის ეზოში და დავიწყეთ საუბარი. ჩვენი საუბრის ხმაზე გამოიხედა ზაზას მეზობელმა მარინე ფოფხაძემ, რომელმაც რამდენჯერმე მოგცა შენიშვნა დამაძინეთ ნუხმაურობთო. მისი ბოლო შენიშვნიდან დაახლოებით 10-15 წუთში ავტოჭელიძის სახლის მხრიდან მოგესმა ყვირილის ხმა. ამ დროს მე და ზაზა ვიჯექით ერთად. ხოლო ლაშა იმ წამს ჩასული იყო სახლში და იმ წუთშივე გამოიხედა ბებიამისთან ერთად. ასევე გამოიხედეს ზაზას მშობლებმა, რომლებმაც იკითხეს რა ხდებაო. ამასობაში ხალხი შეიყარა ლილის ეზოში. 18 ნოემბერს ის დააკავეს. პროკურორმა შალომბერიძემ ბრალი წაუყენა 2 მუხლით. ქურდობა და ჩვენების არსებითად გადათქმა. ქურდობა იმიტომ, რომ მას თანამზრახველები მხოლოდ ბენზინის მოპარვაზე შეუთანხმდნენ. თუმცა გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ მათ სახლიდან არაფერი მოუპარავთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ გავიზიარებთ მოსამართლის დასკვნას, რომ რეალურად ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ნამდვილად მივიდნენ, ნამდვილად შეაღწიეს ფინაში, ნამდვილად იყო მცდელობა ქურდობის. ქურდობა არ მომხდარა, შესაბამისად განაჩენი არის არასწორი. განაჩენი შეიძლება და დამდგარიყო თქვა ამ შემთხვევაში ქურდობის მცდელობაზე, მაგრამ არ ამცდა ქურდობაზე, იმიტომ რომ პრაქტიკულად რაც არ მომხდარა, იმაზე ადამიანის დასჯა არ შეიძლება. სისხლის სამართლის საქმე ქუთაისის სასამართლომ განიხილა. საქმეს მოსამართლე თეიმურაზ დგვარელი უძღვებოდა. დაცვის მხარემ პროკურორის აცილება მოითხოვა. განსაჯელმა ზურაბ დალაქიშვილმა პროკურორს პროცესზე შეახსენა, რომ აშანტაჟებდა და სძალავდა ჩვენებას. პროკურორმა ბრალდება უარყო. როდესაც პროკურორს
ბრალდებული დებს ბრალს განზრახ ძიმე დანაშაულის ჩადენაში განხორციელებული რომელიც არის მის წინააღმდეგ ბრალდებულის წინააღმდეგ მაშინ ბუნებრივია დაცვის მხარე ითხოვს პროკურორის აცილების საფრთხეს არ შეიძლება პროკურორი ამ შემთხვევაში ობიექტური იყოს და მიუკერძოებელი ვინაიდან ის სასამართლო პროცესზე უკვე გამოდის როგორც თავის დამცველი მოსამართლემ აცილება არ დააკმაყოფილა სასამართლოზე გარდაცვლილის მეუღლე დაჟინებით ითხოვდა ზურაბ დალაქიშვილის უმკაცრეს დასჯას როგორც ზაზა დალაქიშვილს აქვს დაწერილი ჩვენებაში და ნათქვამი აქვს რომ მას მესამე პირი ახლდა ზურა დალაქიშვილი მან დაასახელა ზურა დალაქიშვილი რომ გარეთ ყარაულობდა მესამე პირი და ამის შემდეგ გამიხრმავდა რწმენა და მწამს უყერო ზურა დალაქიშვილი მესამე ყაჩაღი არის და ძალიან აქ ვთხოვთ როგორც ჩემი ოჯახი არის განადგურებული ისე განადგურდეს მაგათი ოჯახები და დასაჯომ სასტიკად დასაჯომ ხო ვიმეორებ კიდე არაფერი საფრთხე თუ არ არის აქანა თუმცა მან ზურაბ დალაქიშვილის რეპუტაციის შესახებ კარგად იცოდა რატო არას თხოვენ პასუხს ზაზას და სოსო დალაქიშვილებს იმან რომ დაასახელა ზურა დალაქიშვილი გამეცით თქვენ მაინც გამეცით პასუხი რატო არ მოსო მე ხო არ დამინახია ხალხო იმას რატო არას თხოვენ პასუხს ანუ თქვენ არ დამინახია იმან დაასახელა მთელი სოფელი მთელი საქართველო რო შემოგევლოთ მაგაცი ერთს არავინ არ იეკებდა ზურა დალაქიშვილზე რატომ არ აიღებდა იმიტომ რომ ისეთი ბიჭი იყო როგორი წესიერი მანამდე წესიერი იყო მაგრამ ეხლა ავაზაკე და მაიმუნი გახდა დაცვის მხარემ დაახლოებით 7 მოწმე დაკითხა ბრალდებულის მამა ემზარ დალაქიშვილი მოსამართლეს უხსნიდა რატომ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას მაშინ ვიყავ ძალიან ჩავუხედავდი ბატონო მოსამართლე და შემეშინა იმ მუქარეს რომელიც პროკურორმა გამოიჩინა ჩემს წინაშე რომ ბავშვი ჩაგილხო ციხეში იზოლებული გამხადა ეს იყო ზეწოლის ქვეშ გაკეთებული და ბატონო ადვოკატი იყო სახაზინო ადვოკატი არც ეს სასამართლოზე მამა დავით გეგეშიძეც დაიკითხა ეს საუბარი იყო რომ ეს თუ ბავშვი ესე იგი და თვითონ ეს სურა რომ თუ ესე იგი იმას ეწავა გათავისუფლდება დღესავე თუ არა და მე მიდის უკვე ესე იგი ციხეში თუ რაც არის კათოლიკიზმი არ ვარ თამაშობ სასამართლოზე დაცვამ ის მოწმეები წარმოადგინა რომლებმაც ზურა და ზაზა დალაქიშვილები დაყაჩაღების მომენტში ერთად ნახეს ლაშა ნაზღაიძემ კოლობის დღეს მთელი საღამო ზაზა და ზურა დალაქიშვილებთან ერთად გაატარა საღამოს ისინი სოფლის ცენტრში იყვნენ შეკრებილნი სადაც თანასოფლელ ბიჭებთან ერთად ზურამ და ზაზამ ორიოდე ჭიქა არაყით დალიეს დაიშალა ხალხი წამოვედით თქვენ ვინ მე ზურგელა და ზაზა წამოვედით სახში გვინდა საქართველოს პასპორტი და გავუქცევთ მხარ შემდეგ ოელში სამსთან და საუბრობთ და საუბრობთ და ხურობთ რა და შემდეგ მარნა ვინ მარნა ხო გადმოხედა და მოხდა შენიშნა რომ ხმოვანებისმეტი დებინა და ესე იგი თქვენი ხმაური აწუხებდა მარინას დასაგები ქალბატონი მარინა ფოფხაძე რაჭაში ზაფხულობით ისვენებს მისი სახლი ზაზა დალაქიშვილის სახლზე მიჯდება როდესაც დავიძინე დაიძინეს ბავშვებმა ყველა მე დაიმსკიოდა თავის პირველები მქონდა და არ მეძინე